მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა. თემით თუ რა გჭირდებათ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე, გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, აი ამ უმშვენიერესი დასტით. ძალიან მიყვარს ეს დასტა, მეგობრებო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი დასტა, სხვათა შორის. და მოდით დავარიგებ ახლა ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, შეგახსენებთ, რომ 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით 50%-იანი ფასდაკლება მაქვს, ძალიან საკმაოდ ბევრ ტარიფებზე, 2 ტარიფის გარდა. ამიტომაც მომწერეთ, რა არის მეგობრებო, ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, როდის გადმოგცემენ თავის მესიჯს, თავის ინფორმაციას და ვნახოთ, აბა, რა სჭირდება ყველაზე მეტად ახლა, პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. აი ასე, ქვებსაც დავამატებთ ახლავე, არ იდარდოთ თქვენ მაგაზე. და პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი კი ეს ქვა. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ კიდევაც. ენერგიების დაბალანსების მიზნით. აუცილებლად მოიწონეთ კიდევაც ეს ვიდეო. თქვენ ამით ძალიან გამახარებთ და ხელს შეუწყობთ ჩემს გვერდს განვითარებაში. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, თუ რა სჭირდება, რა გჭირდებათ ახლა. პირველი ვარიანტი. უფროსი არკანი სიკვდილი ამოვიდა ეგრევე. თქვენ ახლა გჭირდებათ, ნახეთ, სიკვდილი ყოველთვის არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. სიკვდილი არ არის რაღაც უცაბედი მოვლენა. ეს არის ის, რაც ხდება, რაც მოდის ნელა, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, წუთი სოფელი მარტივად შეიძლება დამთავრდეს, ერთ წამში შეიძლება დამთავრდეს. მიუხედავად ამისა, კონკრეტულად ეს ენერგია, არკანის სიკვდილი არის ძალიან ბუნებრივი. ის რისკენაც ხანგრძლივად მიდის ადამიანი, ხო? და თქვენ ახლა რა გჭირდებათ, იცით? თქვენ ახლა გჭირდებათ რადიკალური ცვლილება საკუთარ თავში. რადიკალური ცვლილება, რადიკალური ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა დაიწყოს შიგნიდან, რომელიც უნდა დაიწყოს შინაგანი გადაწყვეტილებებიდან, პირველი ვარიანტი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რას ეხება არკანის სიკვდილი. რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად პირველი ვარიანტი. არკანი მთვარე, უფროსი არკანი, ისევ არკანი თასების ცხრიანი, არკანი თასების 10-იანი უკაცრავად და არკანი პენტაკლების ცხრიანი. კიდევ პენტაკლების დედოფალი, კვერთხების 4-იანი, არკანი იმპერატორი ქალი. შეხედეთ ძვირფასო მეგობრებო, აქ როგორი რაღაც ჩანს. პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, უმძლავრესი ფაქტობრივად რადიკალური ტრანსფორმაცია, რადიკალური ცვლილება, რომელიც უკვე ხდება თქვენს რეალობაში. თითქოს თქვენ გადიხართ რაღაც გარკვეულ ტრანსფორმაციას, იცვლებით, რაღაც აი გარედან შეიძლება არ ჩანდეს, ხო, ეს ტრანსფორმაცია. საერთოდ შეიძლება არ ჩანდეს და ფიქრობდეთ, რომ აი ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება, მხოლოდ შინაგანად სხვანაირად ვგრძნობ თავს, მაგრამ ნახეთ, ტრანსფორმაცია იწყება აქ შიგნიდან აშკარად. შიგნიდან და თქვენ გჭირდებათ ზუსტად ეს ტრანსფორმაცია, გჭირდებათ ის, რომ კინაღამ თქვი გჭირდებათ ის, რომ მოკვდეთ შინაგანად მეთქი, მაგრამ ასეთ ხმამაღალ სიტყვებს, რა თქმა უნდა, არ გავაჟღერებ თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ ზოგ თქვენგანს ვიცი შეიძლება შეეშინდეს უკაცრავად, კამერა კინაღამ გადამივარდა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ, ხო, ძალიან გლობალური ტრანსფორმაცია, თქვენ გჭირდებათ ის, რომ გახდეთ სრულიად სხვა ადამიანი. ყოველი შემთხვევისთვის, იმისათვის, რომ არავინ არ შეშინდეს და არავინ არ გაიგოს არასწორად, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არკანის სიკვდილი მხოლოდ სახელწოდება არის ასეთი. ფიზიკურ სიკვდილს არ აღნიშნავს. ყოველი შემთხვევისთვის გეუბნებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენ სიზმრებს. პირველი ვარიანტი აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენი ქვეცნობიერი აქ პირდაპირ გელაპარაკებათ სიმბოლოებით, გელაპარაკებათ არქეტიპებით. აქ არის ძალიან ბევრი რაღაც თქვენს ბნელ მხარეში, რაც ამოდის ზედაპირზე. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს და ბოროტს, ბნელი ნიშნავს უარყოფილს.
ბნელი არის ის მხარე, რომელიც ჩვენ ვუარყავით, გააზრებლად თუ გაუაზრებლად. და აქ არის თქვენში შენახული ძალიან ბევრი ემოციები, მათ შორის დადებითი ემოციებიც და ნეგატიური ემოციებიც, რომლებსაც თქვენ წლების განმავლობაში აგროვებდით, გააზრებლად თუ გაუაზრებლად და თქვენ ყველაზე მეტად გჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე ის, რომ უბრალოდ გაჩერდეთ და შეიგრძნოთ ეს მომენტი. იმის მაგივრად, რომ გაიქცეთ, იმის მაგივრად, რომ გაიქცეთ თქვენს ემოციებს, თქვენს სიზმრებს, თქვენს გონებას, თქვენს ქვეცნობიერს, იმის მაგივრად, რომ ეცადოთ იჩქაროთ და ყველაფერი მოასწროთ. ამის მაგივრად თქვენ გჭირდებათ რომ უბრალოდ გაჩერდეთ ცოტა ხნით, რამდენიმე დღით მაინც გაჩერდეთ, შეჩერდეთ და იგრძნოთ. გასაგებია რომ ყოველთვის ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ჩვენი გრძნობები და ჩვენი ემოციები, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ის რომ იგრძნოთ და მიიღოთ საკუთარი თავი. ყველა ადამიანს მოგდის შეცდომები, ყველანი ვართ ადამიანები. არავინ არ არის უცოდველი, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი იცოდვა, ცოტა უფრო მეტად რელიგიური არის, მაგრამ კარგით, საკითხს არ გადავუხვევ. არავინ არ არის უნაკლო, მაგრამ იცით, ნაკლი არ არის სამსჯავრო. ნაკლი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ცუდი. მეცაც ვიტყვი, რაღაცეები არსებობს ჩვენს რეალობაში, რაც ჩვენ შეიძლება მიგვაჩნდეს ჩვენს ნაკლად, მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყოს, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ძალიან ინდივიდუალური, ყველას აქვს ინდივიდუალური ემოციური ფონი, ფსიქიკური ფონი, სხვადასხვანაირი რეალობა, სხვადასხვანაირი გაკვეთილები და რა თქმა უნდა, უშუალოდ სიბოროტეზე თუ ვისაუბრებთ, აქ გასაგებია, ხო, ეგ ნაკლი არ არის, ეს რაღაც უფრო გლობალური არის, მაგრამ აი, მე ვგულისხმობ წვრილმა ნაკლებს. ხვდებით, ხო? აქ თქვენ გჭირდებათ ის, რომ მიამაყოთ მეტად თქვენი წარსულით. იმით თუ საიდან მოდიხართ, რა გადაიტანეთ. და მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ გაიაროთ ეს ტრანსფორმაცია. მაგრამ თქვენ ხელოვნურად აჩერებთ და აჩერებთ მას, ხელოვნურად აფერხებთ და აფერხებთ საკუთარ თავს. გეშინიათ საკუთარ ემოციებთან მარტო დარჩენის, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის. გეშინიათ იმ შინაგანი ცვლილებების, რომლებიც ხდება თქვენში, მაგრამ ეს ცვლილებები თქვენ გჭირდებათ. ეს ცვლილებები თქვენ გჭირდებათ იმისათვის, რომ ამოუშვათ თქვენი ემოციები, იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი კარიერა, თქვენი ფინანსები, თქვენი ემოციური ფონი, თქვენი ნაყოფიერება, იმისათვის, რომ გახდეთ ბევრად უფრო ბედნიერი. ხვდებით, ხო? აი ასეთი სიღრმისეული გქონდა ჩვენ დღეს პირველი ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვიც აირჩიეთ, აბა ვნახოთ თქვენ რა გჭირდებათ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად და გამოვიდა არკანი ხმლების ხუთიანი. თქვენ ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ ის, რომ ისწავლოთ საკუთარი პირადი სივრცის დაცვა და შეხედეთ აქ იცით როგორი ენერგიები მოდის ძალიან მკვეთრად. თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემა დაცვასთან დაკავშირებით აშკარად. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ გაქვთ ეგრეთ წოდებული თავდაცვითი აგრესია და რას ნიშნავს თავდაცვითი აგრესია, ხო? ზოგადად ნებისმიერი სახის ემოცია არის საჭირო. მე ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, რომ ბრჭყალებში უარყოფითი ემოციები არ არის რეალურად უარყოფითი, არამედ გვაჩვენებენ რა გვაქვს დასამუშავებელი, რა უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ, ხო? და რა თქმა უნდა, აგრესია ბრაზი არის რა? ეს არის ის, რაც გვაჩვენებს, სად იწყება ჩვენი პირადი საზღვრები და გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენი პირადი საზღვრები აქ და აქ უნდა დავიცვათ, ხო? და ნახეთ, თქვენ აქ გაქვთ აგრესიის კუთხით, იცით როგორი პრობლემა, თითქოს თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს გრძნობდით დაუცველად. შესაძლოა იყოთ ბულინგის მსხვერპლიც მაგალითად, ან ძალიან ბევრი დამცირება ყოფილიყო თქვენს რეალობაში, ხო, წარსულში. ნებისმიერ შემთხვევაში აქ თქვენ გამოგიმუშავდათ თავდაცვითი აგრესია და თქვენ ძალიან ხშირად, როდესაც ბრაზდებით, მოგდით ზედმეტი. ბოლომდე ვერ იკავებთ საკუთარ თავს არა, მაგრამ აი ნახეთ, სადაც საჭირო არის თქვენი აგრესია და თავი რომ დაიცვათ, იქ თქვენ იკავებთ საკუთარ თავს. მაგრამ სადაც არის საჭირო რომ ადამიანისგან კი დაიცვათ პირადი საზღვრები, მაგრამ საკმარისია ეს გააკეთოთ რაღაც მცირედი სიტყვებით, იქ თქვენ გადაგდით ყველაფერი ძალიან დიდ აგრესიაში.
დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა სჭირდება ახლა მეორე ვარიანტს. და ზუსტად ამ თქვენი მხარის დამუშავება გჭირდებათ, მეგობრებო. იმიტომ რომ არკანი მთვარე ისევ არკანი კვერთხების ცხრიანი, ხო, აი, ზუსტად ამ მხარის დამუშავება გჭირდებათ მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ თქვენში არის დაგროვილი, ისევე როგორც პირველ ვარიანტში. ძალიან ბევრი ნეგატივი, ძალიან ბევრი აგრესია, ძალიან ბევრი ბრაზი ადამიანების მიმართ, ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია, იმიტომ რომ აი აშკარად არ იცავდით ან ვერ იცავდით საკუთარ თავს ოდესღაც. და რა თქმა უნდა ეს ემოციები გროვდება, ხო? მე ამაში არავითარ შემთხვევაში არ გადანაშაულებთ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ვსწავლობთ, სანამ ცოცხლობთ, მანამ ვსწავლობთ, ხო? და ახლა კი ნახეთ, ახლა პირველ რიგში თქვენ უნდა ასე ვთქვათ, იბრძოლოთ იმისათვის, რომ ისწავლოთ თქვენი პირადი სივრცის მკვეთრად დაცვა, ხო? როდესაც ეს საჭიროა თქვენი პირადი სივრცე, თქვენი პირადი საზღვრები აუცილებლად უნდა დაიცვათ, მაგრამ ამავდროულად უნდა ისწავლოთ ის თუ როგორ და რა დოზით უნდა დაიცვათ, ხო? იმიტომ რომ ხანდახან საკმარისი არის ერთი სიტყვა და ორი სიტყვა ადამიანთან, ხანდახან არის საჭირო ტონის აწევაც კი თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან არის საჭირო იგნორი, მაგრამ აი თქვენს შემთხვევაში აქ ხედავ იმას, რომ ხან თავს იკავებთ და საერთოდ აიგნორებთ, საერთოდ არ იცავთ თქვენს პირად სივრცეს, ხან კი მეორე უკიდურესობაში გადადიხართ და ზედმეტად ეჯახებით და ზედმეტად აგრესიული ხდებით იქ, სადაც შეგეძლოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ორი სიტყვით დაგეცვათ თქვენი პირადი საზღვრები, ხო? აი რაღაც ასეთ ენერგიებში გხედავთ. და თქვენ ხართ გადაღლილი, მე არავითარ შემთხვევაში არ გადანაშაულებთ, არაფერში გავიმეორებ. მაგრამ თქვენ გჭირდებათ საკუთარ თავზე ამ კუთხით მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიკავოთ საკუთარი თავი პირიქით. პირიქით, უნდა ისწავლოთ. უნდა დააკვირდეთ საკუთარ ემოციებს. გირჩევდით ასევე იმას, რომ შეძლების დაგვარად წიგნები წაიკითხოთ ფსიქოლოგიაზე, ქვეცნობიერზე, ჩვენს ბნელ მხარეზე, განსაკუთრებით პირადად ჩემი აზრით გირჩევდით რამე წაიკითხოთ კარლ იუნგისგან, იმიტომ რომ პირველმა მან ისაუბრა ჩვენს ბნელ მხარეზე, ჩვენს ჩრდილებზე, ხო? იმაზე თუ ქვეცნობიერში როგორ ჩერდება რაღაც გარკვეული პროგრამები. წაიკითხეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები დაგეხმარება თვით შესწავლაში, თვით ანალიზში და განვითარებაში. იმაში, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ საკუთარ თავში. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.